კამპანიაში შეგეხებას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვენ. არასამთავრობოების აზრით, ახალი ფარული მასალების გამოქვეყნების შემდეგ აუცილებელია ოპერატიული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ისინი ითხოვენ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად საქმეში ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. არასამთავრობოების შეფასებით გავრცელებული ვიდეო კადრები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია და სავარაუდოდ იმ ჯგუფის მიერ კეთდება, რომელიც ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგება. კამპანიის შენგეხება ითხოვს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან. ჩვენ მოვითხოვთ მათგან კითხვებზე პასუხებს, რა აკეთდებოდა აქამდე ფარულ ჩანაწერებთან საბრძოლველად, რამდენად ქმედითი იყო ის პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ამ მიმართულებით. ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ პრობლემებს და შეცდომებს, რომლებიც დაშვებული იყო ამ გზაზე და სწორედ ამიტომ მივედით იმ მომენტამდე, სადამდეც მივიდა საზოგადოება და სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება სამწუხაროდ არ სარგებლობს მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნა, რეფორმა, რომელიც გატარდა სამართალდამცავ უწყებებში, ვერ უზრუნველყოფს ამ უწყებების სრულ დეპოლიტიზირებას. დამოუკიდებლობას. ის გარემოება, რომ რამოდენიმე დღის შუალედში კვლავ ვრცელდება ახალი ვიდეო და კიდევ უფრო მძაფრად გაჟღერდა მუქარა და შანტაჟის შემცველი მესიჯები, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მინიმუმ ეს ადამიანები არ გრძნობენ, რომ მათ ეფექტურად გამოავლენენ და პასუხისმგებლობას დააყენებენ. ხელისუფლება არ არის ეფექტური ამ პროცესთან ბრძოლაში. მეორე მხრივ ხედავთ, რომ შესაძლოა უფრო ახალი და საშიში პროცესებიც არის დაწყებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის შეტევა პროდასავლურ ძალებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში და აქ არის გარკვეული მიზანი საზოგადოებაში ქაოსის შექმნისა. ეს მიზანი, რომელსაც ჯერ ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ასე ვხედავთ, პირველ რიგში შედის ხოლმე ყოველთვის ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესებში, რომელსაც სწორედ ქაოსი აწყობს ამ ქვეყანაში. ნამდვილად ვხედავ სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას, მათი უმოქმედობით, წახალისებას ამ ტიპის დანაშაულების. ჩვენ გვაქვს სერიოზული უნდობლობა იმ გამოძიების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს, სწორედ იმიტომ, რომ ამ დრომდე ვერც ერთ გამოძიებაში სამართალდამცავმა ორგანომ გახმაურებულ საქმეებში ვერ აჩვენა სრული დამოუკიდებლობა და ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ფასადური რეფორმების შედეგად, რომელიც განხორციელდა, ეს უწყებები კვლავ რჩებიან გარკვეული პოლიტიკური გავლენების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სპეციალური ფორმატის შექმნას, რომელშიც მოქმედ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები. ასევე განვიხილავთ კანონმდებლობის გამკაცრებასაც, თუმცა მოგეხსენებათ კანონის გამკაცრება ამ შემთხვევაში სასჯელის მას არ აქვს უკუქმედების ალა და ეს წინა უკვე ჩადენილ დანაშაულებზე არ გავრცელდება, თუმცა სამომავლო პრევენციის თვალსაზრისით ესეთ ალბათ უნდა იყოს. პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის არა უბრალოდ პირადი ცხოვრების გასაჯაროება, არამედ ეს არის შეგნებული, ესე ვთქვათ, ტერორი, შეგნებულად მიმართული დესტრუქციული ტერორისტული ხასიათის ქმედება.